მოგესალმები, ანუნა, მივესალმები მთელ საქართველოს. პირველ რიგში პატარა შესწორებას შევიტან შენ ნათქვამში. მე ორი ბრალი წამიყენეს, მე შენთან ერთად შენთან ვიყავი ეთერში და ჩვენ მაშინ წინა დღეს დაიჭირეს სანაია ციცქიშვილი და ამ დაჭერის შემდეგ თქვენთან ეთერი მქონდა და ეთერის შემდეგ მე წავედი რუსთაველზე და უბრალოდ გული არ გამიჩერდა, სადაც ახლა მე თვითონ მაწამეს ვიდეოთი ვიღებდი და მე ჟურნალისტი ვარ, მე მაწამეს, სადაც რო გავაწამეს, სადაც თქვენი ჟურნალისტები აწამეს, იქ ახლა გომის უფლებასაც აღარ გვაძლევდნენ და პროტესტის ნიშნად ყოველგვარი ნიღბის გარეშე დავდექი და ნახევარი საათი ვიდექი. 3 დღე დასჭირდათ რომ ესე ვთქვათ დავეკავებინეთ, დამაკავეს და მეორე დღეს ბაკურიანში წაგვიყვანეს და წამიყენეს ბრალი უკვე ესე ვთქვათ მეორე საქმეზე, სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც 2 წლამდე პატიმრობა მემუქრება, მაგრამ ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, ბრძოლა კიდევ უფრო ესე ვთქვათ ფართო მასშტაბებს მიიღებს. დრომომეცა კიდევ ამეწონა ჩვენი ბრძოლის მექანიზმები და ესე ვთქვათ სუსტი მხარეები, ესე ვთქვათ აღმომეჩინა და ბევრად უფრო ესე ვთქვათ მოქნილები ვიქნებით და ორი სიტყვით ვიტყვი რომ მოსამართლემ ისე შეგვიფარდა გირაო რომ პირდაპირ გადმოიწერა ესე ვთქვათ პროკურატურის დადგენილება და ესე ვთქვათ თანხები რაც თქვა, საერთოდ არც გაუაზრებია რაც ვისაუბრეთ, რა ადვოკატებმა რა არგუმენტებიც წარადგინეს და მე მათ პირდაპირ უთხარი რა მე ესეთი შემთხვევა მოხდა 4 ოქტომბერს საზოგადოებას მინდა აუხსნა რომ როცა ჩავედი პრეზიდენტის სასახლესთან იქ სხვადასხვა ჟურნალისტებს რადიო თავისუფლების უშლიდნენ ხელს სამოქალაქო ფორმაში ჩასული პოლიციელები ჩხიკავდნენ და არაძლევდნენ ესე ვთქვათ საშუალებას გადაეღო კადრები. ამ დროს მე ამოვიღე ტელეფონი და მინდოდა ამის გადაღება და 1000 სპეცნაზელი გამომეკიდა და მე როგორც ისეთ ნაწამები ვარ და ესე ვთქვათ აღიარებული ვარ დაზარალებულადაც კი, მაგრამ ერთი კაცი არ დაკითხულა 1 წელია და ვიგზენი გუმანით გამოვეკეცი და როცა ავედი ზედაქუჩაში დავინახე რუსთავი 2-ის ჟურნალისტები, რომლებიც ცეცხლს უღებდნენ დანთებულ, სადაც ბავშვები ესე ვთქვათ გაზის კაფსულებს, რომელსაც ესწოდა სპეცნაზი, იმას იგერიებდა და ესე ვთქვათ ავშფოთდი ამაზე, რომ აი ეს იყო ახლა ამათი გადასაღები და მივედი და აუხსენი რომ მეთქი ქვევით ჟურნალისტებს არ აძლევს სპეცნაზი და პოლიციელები საშუალებას თავის საქმიანობაში იასრულონ მეთქი და ამას რომ მორჩები აქ გადაღებას ჩადი და იქ შენი კოლეგებს უშლიან ხელს და ის გადაიღეთქო რა და მიუთითე რა მე ვთხარ რუსთავიორში ხალხი თავისუფლებისთვის შეეწირა თქო და შენ რო ეხლა გეხარ მეთქი და აი ამ იმას რა ქვია აი ამ მხარეს იღებ მეთქი ეგ არის თქო სირცხვილი თქო რა არ დამიტრიალეს ეს ყველაფერი ანუნა და თურმე მე უშლიდი იქით პირით ხელს თურმე მე ვემუქრებოდი იქით ანუ თვითონ გვიშლიან ხელს რასაც თვითონ აკეთებენ საერთოდ მთელი ცხოვრება ანუ პოლიცია ზალადობს ის რა ქვია ეკონომიკურად ზალადობენ უკვე ეკლესიაში ზალადობენ ყველა მიმართულებით გადასულია ხელისუფლების ყველა მიტაცებული შტო ზალადობაზე სასამართლო ზალადობს და ანუ თავიდან ბოლომდე ცდილობენ ის რასაც თვითონ აკეთებენ ეს დაგვაბრალოთ ჩვენ და მე ერთი ნათელი მაგალითი მოუტანე მოსამართლეს უთხარი ყოველ დღე კალაძე თავისშვილის ტოლა გოგოებს დედას აგინებს ჟურნალისტებს მეთქი და იქ არ შეგიმჩნევიათ ეს ფაქტი თქო ან ლუკიანმა ქალბატონმა მიკროფონი რო წაართვა მაშინ მომიშვით მეთქი მე მათთან განსხვავებით საუბრის გარდა არაფერი არ მიქნი ამ ჟურნალისტებთან სტანდარტები აუხსენი უბრალოდ ჟურნალისტიკის თქო და სამწუხაროდ როგორც ყოველთვის უსამართლობას არაფერი ყური არ აქვს და არაფერი სმენა არ გააჩნია ამ ქვეყანაში კი ბატონო, საპატიმრო დღეებზეც მოგვიყევი ირაკლი, რისი თქმა შეგიძლია, რა სიტყვით თავად სისტემის შიგნით მომუშავე ადამიანებზე, ესე ძალიან საინტერესო ისტორიებს ყვებიან, ესე ვთქვათ, ციხიდან გამოსული ადამიანები, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ შეიძლება სრულად არა, მაგრამ დიდი ნაწილი სისტემის შიგნით მომუშავე ადამიანების არიან პროპაგანდის მსხვერპლები, ესე ვთქვათ, აი გაჟღენთილები იმ პროპაგანდიდან, რომელიც მოდის სწორედ სამთავრობო მედიებიდან. აი თქვენ შემთხვევაში რა იყო, რა ტიპის კომუნიკაციაც ჰქონდათ იქ სისტემის თანამშრომლებთან? პირველ რიგში მინდა ვისარგებლო ანუნა შენი ეთერით და მე ჩვენ დავტოვეთ ერთი ბიჭი დავით
გვარი მოიცა გვარს გავიხსენე ჭელიძე დავით ჭელიძე რომელიც 3 დღე შიმშილობდა თბილისის იზოლატორში და გუშინ ღამე შემოიყვანეს ჩვენთან და აგრძელებს საერთოდ შიმშილობას და მედიებს ორგანიზაციებს მოუწოდებ რომ ყურადღება მიაქციონ რამე არ დაემართოს ანუ არაპირებს გაჩერებას და 2 კვირა აქვს მისჯილი და ბოლომდე აპირებს ბრძოლას ჩემი თხოვნით და მუდარის მიუხედავად აგრძელებს შიმშილობას და თუ მივაქცევთ ყურადღებას კარგი იქნება რაც შეეხება ეხლა იქ გატარებულ დროს ჩვენ ნამდვილად ჩვენ ძალიან ვაგებთ ესე ვთქვათ იმ დიდ ჰიბრიდულ ომის ნაწილია ივანიშვილის რეჟიმი თავისი მასწავლებლებით, თავისი საჯარო მოსამსახურეებით, თავისი პროპაგანდისტული მედიებით, ანუ დიდი მანქანა გვებთვის სამწუხაროდ ანუნა და ჩვენ ყველა ჩვენი ესე ვთქვათ სამუშაოდან ვიბრძვით ჩვენი ფრონტიდან, მაგრამ ჩემი აზრით ეს საკმარისი არ არის. ნუ ეხლა იქ იყვნენ ექიმები მაგალითად, რომელსაც ისედაც ყველაფერი ნათელი იყო და მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც მართლა აჯერებენ, რომ ჩვენ ომი უნდა მოუტანოთ ამ ქვეყანას, ჩვენ უნდა გავხადოთ ეს ქვეყანა და LGBT საზოგადოებად გვინდა მთელი საქართველო ვაქციოთ. ჩვენ სერიოზული სამუშაო გვაქვს ამ მიმართულებით და ჩვენ ყველა ცალ-ცალკე კი ვმუშაობთ, მაგრამ ერთიანი დიდი მანქანა უნდა შევქმნათ. კი ბატონო. ამის საბრძოლველად და ჩვენ აი პროტესტიც კი რომელიც აი მნიშვნელოვანია და უნდა ესე ვთქვათ გადაიქცეს ძლიერ მექანიზმად. ეს უნდა გადამოვიყენოთ აი ამ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლის. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ირაკლი წულაია საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ჩვენი ეთერი კი ამით უკვე დასრულებულია. მადლობა იმისთვის რომ გვიყურებთ და